გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღეს 17 ნოემბერია და დღეს შესრულდა 6 წელი მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის მცველი, რომელმაც თავი არ დაზოგა, თავი შეწირა ჩვენი საგანძურის მთლიანობის დაცვას და თავი გაწირა იმისთვის, რომ ჩვენი საგანძური აქამდე მოსულიყო უნებელი. მე დღეს წარმოგიდგენთ ფრაგმენტებს ქალბატონი ელენე კავლელაშვილის იმ ბრძოლიდან, რომელიც შეეხება ხელოვნების მუზეუმის და მასში მისი საგანძურის დაცვას. ეს არის ის ფრაგმენტები, რომელიც ასახა ვიდეოკამერამ, ცალკეული ფრაგმენტები და ძირითად აქცენტი იქნება ხელოვნების მუზეუმზე და მის საგანძურზე. დავიწყებ 2014 წლის 7 მაისის სიუჟეტით, რომელშიც თქვენ ნახავთ, როგორ მიზან მიმართულად ნადგურდებოდა როგორც ხელოვნების მუზეუმის შენობა, ისე მთლიანად მუზეუმი. ნახოთ ახლა ეს სიუჟეტი. ხელოვნების მუზეუმი ისევ დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსის აღდგენას ითხოვს. 2004 წელს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში ხელოვნების მუზეუმთან ერთად სხვა 18 დაწესებულებაც შევიდა. რეორგანიზაციის შედეგად ყველა გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი იღებს. დაქვემდებარებულ და მმართველ უწყებას შორის უთანხმოება 2012 წლიდან სხვადასხვა სიბძაფრით ჩნდებოდა. ამ ხნის განმავლობაში პოზიცია არც ხელოვნების მუზეუმში შეცვლილა და არც ეროვნულ მუზეუმშია ამ კითხვაზე პასუხი. ის ხელს უკვე თავისი ზემდგომი ორგანოსკენ, კულტურის სამინისტროსკენ იშვერს. მმართველ რგოლებში ცალკეულ კითხვებს პასუხობენ, მთავარი საკითხი კი გადაუჭრელი რჩება. ხელოვნების მუზეუმი ისევ პარალიზებულია. მარიამ ყანჩაველი დღეს სამუზეუმო სივრცეში არსებული კონფლიქტის მიზეზებს ჩაეძია. მე არა ვარ ის პოლიტიკური ან კიდევ რაიმე კრიმინალური დამნაშავე, რომ მე პოლიცია მეწყოს. რა უფლება გაქვს პოლიციას მაგალითად? მაესტროს ცხრიანის მიერ გადაღების უფლების მოპოვებამდე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებსა და ეროვნული მუზეუმის პირ შორის მომხდარი შელაპარაკება ხელმძღვანელი უწყების მიმართ არსებულ ერთგვარ უნდობლობას თვალსაჩინოს ხდის, თუმცა მუზეუმის მოთხოვნების მთავარ ადრესატად მაინც კულტურის სამინისტრო რჩება. აქ არც ერთი ექსპონატი აღარაა ეს დაფები მიგანიშნებთ, რომ აქ ექსპონატები იყო. გაწმენდილია ექსპონატი, ბიჭმეთის მოზაიკა არის მე-5 საუკუნის გაწმენდილია და დროებით დავაფარეთ, რომ არ დამტვერიანდეს, დამთვალიერებელი არ აყავს. ამ ვიტრინაში წარმოდგენილი არ არის ოქროს დიადემა, საირხის განათხარი მასალა, ასევე ოქროს ფიფიტა, ლომისა და ხარის გამოსახულებით, დიდი ზომის სასაფეთქლე, რომლის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია დარჩენილი ფრაგმენტულად. პირობების არარსებობის ან აღწერის საბაბით გაუქმებული ექსპოზიციები, ხელოვნების მუზეუმიდან ეროვნული მუზეუმის სხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშებისთვის საწყობად ქცეული სივრცე. ამ პრობლემებზე რეაგირებას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები 2012 წლიდან ამაოდით ხოვენ. თემა დღესაც ღიად რჩება. პასუხს ველით ჩვენ კულტურის სამინისტროს, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე პასუხი ან დადებითი, ან უარყოფითი უნდა მიგოვიცით კომისიის შექმნა, მრგვალი მაგიდის მოწყობა, კიდე რაღაც ეს ღონისძიებები. ეს კეთდება იმისათვის, რომ პასუხი არ იყოს. შეიძლება უცებ გააერთიანო, მეორე წელს ისევ დაშალა, მე ისევ გააერთიანო, უნდა შევისწავლოთ კარგად, საფუძვლიანად და მივიღებთ გადაწყვეტილებას. სანამ კულტურის სამინისტროში ისევ საკითხის შესწავლაზე საუბრობენ, ხელოვნების მუზეუმი გამოსავალს ეროვნული მუზეუმიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეხედავს. ხელმძღვანელი და თანამშრომელთა ნაწილი ფიქრობენ, რომ კუთვნილ ბიუჯეტს თავად უფრო სწორად განკარგავენ. ფინანსური საკითხის მოგვარებით ექსპონატებისთვის საჭირო პირობებს საკუთარ სივრცეშივე შექმნიან.
მუზეუმს ჰქონდა 156 ფიროსმანი. აქედან 114 გამოფენაზე წავიდა გალერეაში და უკან აღარ დაბრუნებულა, იქ არის დაცული. სიძველეების გადაადგილება მიზანშეუწონელია თავისი მდგომარეობის გამო. რაც შეიძლება ის უნდა იყოს ერთ ადგილზე, ხელშეუხებელი, მუდმივ ექსპოზიციაში. ექსპონატებმა ხელოვნების მუზეუმიდან დიდი ხანია, რაც ეროვნული მუზეუმის სხვა საცავებსა და საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლა. ცვლილებას ჯანაშია სახელობის ისტორიის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში ნამუშევრების დაცულობითა და ხელმისაწვდომობით ხსნიან. მიზეზი ნამუშევრების აქ გადმოტანისა არის პირველ რიგში ის, რომ დამთვალიერებელს ჰქონდეს საშუალება მათი ხილვისა და ასევე ის, რომ აქ არის შექმნილი იდეალური პირობები მათი შენახვისთვის და დაცვისთვის. რაც შეეხება აქ სულ გადმოტანას ექსპონატებს და აღარ დაბრუნებას, ეს არის მტკნარი სიცრუე. ყველა ექსპონატი გადმოტანილია შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტით. განსხვავებული ხედვებისა და უპასუხოდ დარჩენილი მოთხოვნების იქით რჩება დახურული და ფონდებად ქცეული საექსპოზიციო დარბაზები. თითქმის გამქრალი დამთვალიერებელი, რომლისთვისაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მხოლოდ ოქროს ფონდის კარი იღება. ლევან კოღუაშვილის ფილმმა შემთხვევითი პაემნები იტალიაში ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. გულოცავ წარმატებას რეჟისორს და გადამღებ ჯგუფს დღეს დღეს გასული სიუჟეტი ვნახოთ 2014 წლის 8 მაისის სიუჟეტი. მუზეუმი მივიდა უმძიმეს მდგომარეობამდე. დაშლამდე ამისული. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომ მეტია შეიძლება. და თან ასეთი დიდი მუზეუმები, როგორც ხელოვნების მუზეუმია, არანაირ ასეთ გაერთიანებაში ყოფნას არ ექვემდებარება. მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. არა მარტო ექსპონატების უკან დაბრუნებას, არამედ იურიდიული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას, რათა მუზეუმი იყოს დამოუკიდებელი და მან თავისი ისტორია შეინარჩუნოს, თავისი ფონდები თვითონ განკარგოს. ამ ბრძანების საფუძველზე 2005 წელს კულტურის სამინისტრომ გამოსცა განკარგულება 13 იანვარი იყო, რომლის მიხედვითაც ყველა ნივთის გადაადგილება, რესტავრაცია, გამოქვეყნება, გამოფენის მოსწრობა, მუზეუმის ქონების განკარგვა მთლიანად გადაეცა ეროვნულ მუზეუმს. ბუნებრივია 18 დაწესებულება საკმაოდ დიდი. ერთი დაწესებულება ვერ აუდის ამ საქმეს და არის ძალიან ბევრი ხარვეზი. ახლა 2014 წლის 14 მაისის სიუჟეტს წარმოგიდგენთ. ხელოვნების მუზეუმი ეროვნულ მუზეუმთან გაერთიანებას აპროტესტებს და ისევ ცალკე გამოყოფას და ექსპონატების დაბრუნებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში 10 მუზეუმი შევიდა, აღმოჩნდა, რომ ხელოვნების მუზეუმს მხოლოდ ერთი ექსპოზიცია დარჩა და შესაბამისად დამთვალიერებლისგანაც დაცარიალდა. ეს გულსაკიდი ჯვარია. საერთოდ ესეთი სისქე, როდესაც აღჭრებს, უნდა იცოდეთ, რომ ის იხსნება. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებიდან გამოსვლას და ექსპონატების უკან დაბრუნებას ითხოვენ. იმის გამო, რომ ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციები სხვა დანარჩენთან ერთად ეროვნული მუზეუმის შენობაში გადაიტანეს, აქ ახლა მხოლოდ ერთი მოქმედი ექსპოზიცია დარჩა. ერთადერთი ექსპოზიცია, რომელიც მუშაობს, არის საგანძური. ისიც ჩვენი პატრიარქის ძალიან დიდი დამსახურება, თორე დღეს არც ეს არ გვექნებოდა. და რამდენად სწორია, მე ვერ გეგინება. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებელი და მეუღებელია. ეროვნულ მუზეუმში გატანილი კოლექციის დიდი ნაწილი სპეციალურ საცავებშია დაცული და მსურველს მხოლოდ ნაწილის ხილვა შეუძლია. თანამშრომლების განცხადებით, გაუქმებული ექსპოზიციების გამო მუზეუმს დამთვალიერებელი მოაკლდა. ხელოვნების მუზეუმში ამბობენ, რომ საცავებში მათ შესანახად და გამოფენისთვისაც სათანადო პირობები ჰქონდათ. ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში აყოფილა ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იყო ეს ექსპონატები გაფუჭებულიყო. ეს ხელოვნურად შექმნილი პირობებია ეროვნულ მუზეუმში შემავალი შემდგომ. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების აზრს არ იზიარებენ ეროვნულ მუზეუმში. აქ გაერთიანებისა და ექსპონატების გადატანის მთავარ მიზეზად შეუფერებელ გარემოს ასახელებენ, რამაც მრავალსაუკუნოვანი ექსპონატების ბიობაქტერიული დაზიანებები გამოიწვია. ეროვნულ მუზეუმში ხელოვნების მუზეუმის რესტავრაცია, კონსერვაციის გეგმაც აქვთ და მის განსახორციელებლად დაფინანსების მოძიებასაც გეგმავენ. მზად არის დეტალებშიც კი, ანუ იქ განსაზღვრულია თუ რომელ ოთახში, რომელ საცავში რა სტელაჟი უნდა იყოს, რა განათება უნდა იყოს, სად შეიძლება იყოს წყლის ნაკადი, სადარ შეიძლება იყოს ხანძარქრობის სისტემა, ყველაფერი გათვლილია. სრულად ეს
ეს კოლექცია რომ გადარჩენილიყო, გადმოვიდა მეზობელ შენობაში, გაიწმინდა, დამუშავდა სპეციალური საკონსერვაციო მეთოდებით, შემდეგ დაბინავდა ფონდში. ამის შემდეგ საუკეთესო ექსპონატები გამოიფინა. ჩვენ დღეს აღმოსავლეთის განყოფილების საცავში შესვლა და რესტავრირებული ექსპონატების დათვალიერებაც მოვახერხეთ. აღმოსავლური ხელოვნების ეს უნიკალური კოლექციები გადმოტანილია ხელოვნების მუზეუმიდან, სადაც საკმაოდ ცუდ მძიმე პირობებში ვიმყოფებოდით. ეროვნულ მუზეუმს ქვეყნის 10 მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით დაექვემდებარა. ხელოვნების მუზეუმი ერთადერთია, რომლის თანამშრომლებმაც ეროვნული მუზეუმისგან გამოყოფის მოთხოვნით კულტურის მინისტრს მიმართეს. სამინისტროში ამბობენ, რომ მხარეებთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ახლა ვნახოთ და მოვისმინოთ 2015 წლის 2 ივნისის სიუჟეტი. ახლა კი დღის მთავარი თემა. 2004 წლიდან საქართველოს სხვადასხვა მუზეუმი ერთი სტრუქტურის ეროვნული მუზეუმის ეგიდით ერთიანდება. აუდიტის ამსახურმა კულტურის სამინისტროს შემოწმების ფარგლებში მუზეუმებსა და ფონდებში არსებული ვითარება შეისწავლა, პირი კი, ვინც ამ დასკვნას ხელს აწერს, აუდიტის ამსახურში აღარ მუშაობს. ლაშა თორდიას უწყებაში დღეს ვერ მოიძებნა თანამშრომელი, რომელიც ამ თემაზე ჩვენ შეკითხვებს უპასუხებდა. კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ დასკვნაში არსებული ინფორმაციის დასაზუსტებლად 2013 წელს სპეციალური კომისია შექმნეს. გენო სიყმაშვილი გიამბობთ, როდის და როგორ გადიოდა ხელოვნების ნიმუშები საქართველოდან და რა პასუხი აქვს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს. მუზეუმებში დამკვიდრებული იყო ინვენტარიზაცია, შეჯერების არასწორი პრაქტიკა. არ ხდებოდა გამიჯვნა თუ რა დროს წარმოიშვა დანაკლისი და ვინ იყო მასზე პასუხისმგებელი პირი. ამჟამად მიმდინარე შეჯერების დროს 13 ფონდში დაფიქსირებული ეგრეთ წოდებული დანაკლისი 200 ერთეულს შეადგენს. ეს არის ნაწყვეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან, რომელშიც საქართველოს მუზეუმებში დაცული ექსპონატების რაოდენობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ექსპონატთა ნაწილი არამხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგა, არამედ ფონდებს დანაკლისი 2004 წელს ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდეგაც გაეზარდათ. ჭირდებოდათ ჩვენი არქეოლოგიური განაცხარი მასალა. ეს არის საირხის მოდინახეს და კიდევ ეს ჩვენი მუზეუმის მოპოვებული მასალებია და კიდევ არის ჩვენი წინაპრების მიერ შემთხვევით აღმოჩენილი მთელი რიგი კოლექციები, ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი კოლექცია. ამის გადატანა მოინდომეს 1 წლის წაღების ნაცვლად დღემდე 2011 წელს წაიღეს, ეხლა 2015 წელია, მასალა ჩვენ უკან აღარ დაგვბრუნებია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წლის 30 დეკემბერში შეიქმნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით არსებული მუზეუმებისა და გალერეების აბსოლუტური უმრავლესობა გაერთიანდა. თანამშრომელთა ნაწილი საუბრობს, რომ ამის შემდეგ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა თვითმოქმედება დაიწყო. მაგალითად, ფიროსმანის ხელოვნების მუზეუმში დაცული ნახატები სხვაგან გადაიტანეს და დღემდე არ დაუბრუნებიათ. 2012 წელს, როდესაც მუზეუმი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გალერეა გაიხსნა, მას შემდეგ აქ არის წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდება, ნამუშევრები დაუბრუნდება ხელოვნების მუზეუმს და იქ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ფიროსმანის ნახატების ხელოვნების მუზეუმში დაბრუნების პირობას დებს, მაგრამ ვერაფერს ამბობს სახელმწიფო აუდიტის მიერ დადებულ დასკვნაზე. არ და ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მირჩევნია, ახლა ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია თუ არ მექნება წერილობით, უბრალოდ ახლა ვერ გაგცემთ ამაზე. ამ დასკვნას ვიცნობ, მაგრამ მე ახლა ეს დასკვნა არის მოცულობითი დოკუმენტი და ზუსტად არ ვიცი. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დასკვნის გასაქარწყლებლად კულტურის სამინისტრომ 11 კაციანი სპეციალური კომისია შექმნა, რომლის მთავარი მიზანიც ექსპონატების რაოდენობისა და მისი ავთენტურობის დადგენა იყო. თუმცა ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩატარებულა. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უბრალოდ ამის საჭიროება ვერ დაინახეს. და იგივე ადამიანებმა, ვინც გაამგზავრა, იგივემ ჩაიბარა ეს ნამუშევრები და რომ ყოფილიყო იქ რაიმე ეჭვი, ისინი ალბათ არ შეადგენდნენ მიღება ჩაბარებაზე, არ მოაწერდნენ ხელს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე წერია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში საერთო ჯამში 69 ექსპონატია გატანილი, რომელთა უმრავლესობაც უკვალოდ გაქრა. ანგარიში ასევე წერია, რომ არ არსებობს ამ ქმედების მიღება ჩაბარების აქტები და ზოგადად საელჩოები საერთოდაც უარყოფენ ექსპონატების მიღებას. საქართველოს მთავარი პროკურატურა კი საქმეს დღემდე იძიებს. 2016 წლის 16 ნოემბერს გადავიღე ვიდეო კადრები, რომელსაც ახლა ნახავთ. მე თუ აი ხა დაგანახოთ სად არის საგანძური აქედან. აი ამ შენობაში პირველ სართულზე.
პირველი სართული ხელოვნების მუზეუმის უკან მიდგმული ახალი კორპუსის და ვაიმე ვეღარ შევდივარ, იმიტომ რომ კოჭამზე უფრო დიდი წყალია, ვეღარ გადავდიო. ვაიმე ვერც ვიღებ, იმიტომ რომ ესეთი სინათლე არ არის. ვაიმე. რამდენი დღეა რაც ესეთი? ეს უკვე ფორმა და 6 დღეა რაც ხდება. 6 დღეა? 6 დღეა რაც სარდაფებში წყალი ჩადის. სარდაფებში საიდან ჩადის წყალი? ვაიმე, ღმერთო, ეს რა ხდება? არ შემოგვეღება არ არის გასული. ანუ კანალიზაცია თუ სუფთა წყალი არც ის არავინ არის. შემოგვეღება, რა შემცველობა არ ვიცი. ეს სარდაფები გაისო, აქეთ ფონდებია, იქით საგანძურია. თბილისი გას გოგიდოვან წყლებზე. ჩვენ ეს შემოგვეღება არ ვიცი. ეს რას უზავს საგანძურს არ ვიცი. კორპუსის საძირკვლის გამოხატვა. ეროვნული მუზეუმის დირექციიდან ვინმე იყო გადმოსული? ღვალაძე საქმის კურსია და რეკავს ხან წყალკანალში, ხან კანალიზაციაში, ყველა ეს დღეს იყო კანალიზაციაში, წყალკანალში ალბათ. წყალკანალში ხო და კიდევ მეორე სუფთა წყლის დღეს იყო ერთი ბრიგადა ეხლა თითქოს მეორეს ეს ბრიგადების მოსვლა წასვლა რა შორის არა. და მე-6 დღეა ესეთი უბედურება ტრიალი. აი ეს რაც გადმოვიდა ეს უკვე დილა და სარდაფებში რაც წყალი ჩადის მე-6 დღეა. აი აქ პირდაპირ რომ ჩანს შენობა, აქედან დაახლოებით 15 მეტრში, აი აქ არის საგანძური. ჩვენი საგანძური. და აქეთ არქეოლოგიის ფონდებია. რომელს წამოწამდეთ და იქ გამოდის წყალი. არქეოლოგიის ფონდებიდან გამოდის. არის არქეოლოგია, ეს მთელი სარდაფებია სამსე. უბრალოდ წყალმა გამოსავალი ნახა და გამოვიდა თორემ. მთელი ამ საფულის. ეხლა დაცვის პოლიციამ დაგვინახა და სადღაც გავიდა ინტერვიუს რო ვიწერდი. გავიდეს რა ხდება? კარგით, გავთიშა. როგორც იქნება მე როგორ შეაჩერეთ? გადავწყვეტეთ იქით ის სავალაგეთ რა ქვია. შუშე რაფენ ფიჩები ჩავალაგეთ და გადმოვიტანეთ რომ არ გამოსულა. თქვენ მიმძანდებით აქ? მე მეხანძრე ვარ. მეხანძრე ხართ? და ვინმე იყო მოსული ან დირექციიდან ან კი, როგორ არა იყვნენ. და რა გააკეთეს? ნუ რავი დარეკეს და წყალი ამოუტუმბეოდა, საიდან ამოუტუმბეთ? ამოუტუმბეს იქ მაღლა მშენებლობაა და იქიდან დაიჭრა. აქ მოდიოდა იგივე წყალია. აქ მოდიოდა მდინარე. აქაც მოდიოდა ბატონო. აქ მოდიოდა, მე ვნახე ეს. ვაიმე, ეს რა ადგილი? აი გვერდზე რო ახალი სასტუმრო შენობა, სადაც აპირებენ ფონდების ჩატანას. ეს არის და ეს არის ახალი კორპუსი 80-იან წლებში მიშენებული. ხელოვნების მუზეუმს უკან. რა დღესაც ისაჩვენეთ, სიმართლეა ჩვენი. ვაიმე. ვაიმე. აი ეს რა არის? ბარიგადები რომ იქით აღარ იდინო და იქ ფონდები არის და რაღაცები რო არ გაფუჭოთ. თქვენ მიმძანდებით? მე ჩემური ვარ ქრივიშვილი. მუზეუმის თანამშრომელი ხარ? აბარა. აქ რა არის ამ ოთახებში შენახული? ამ ოთახებში იქით არაფერი არ არის ეს. გავიხედები აბარა. არ ჩავა, იქ არ ჩავა. სუწყლით არის, არა ვერ გადავა. აი გადავყედე დღესა. მე და პაჟანიკმა ჩემი ჩვენი ძმა და მეგობარი გადავკეთეთ ეს ყველაფერი რომ იქ წყალი აღარ წასულიყო და ეს ხვეთეთ იმიტომ რომ პარკეტი არის არ დაზიანდეს რავი დაზიანდება. მეორე დღეს ტელეიმედი დაინტერესდა აი ამ რაც ნახეთ ამ ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ ტელეიმედი დაინტერესდა და მივიდა გადამღები ჯგუფი ხელოვნების მუზეუმში. მეც იქ ვიყავი და ვიდეო მასალა რომელსაც ახლა ნახავთ მეორე დღეს არის გადაღებული და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები ალბათ შეშფოთდნენ უკვე რადგან იმედი გამოჩნდა და ეს კინკილა მიქიაშვილი აღარ იყო ვიდეო კამერით და აი გადმოვიდნენ და აი ნახავთ როგორი ვითარება იყო 2016 წლის 17 ნოემბერს. წავედი. შენ ჩემს უკან იყავი ყოველს.
მე ჯერ გარეთ ხომ არა ვარ საჭირო რომ არ გავიდიან შემო არ ჭირდებით ო და ის კარგია აქ ვიქნები ჯერ არ მომავალ გარე როცა წადი არა ეს რო არ გადა დილა ტრიალებს მაგინ და ტრიალებს მართლა ბრეხვა მინდა ცოლი კი არ გამირეცხავს ამას კარგი რა რისექს როგორ მეთქვი არასწორი ინფორმაციას ელენ ხო იცი რომ პატივსაცემ და არ გინდა რა ჩუ არავით არ ექსპონატები აქ არ არის აქ რო არ არის ყველა ვხედავთ ამ სივრცეში არ წვენია კაცო არ წვენია თქვენ რა ექსპონატებ რა უნდა წამოდი ჩემი დალაგებულია მაგი და იქ არაფერი რა უნდა იქ წალს როგორ პასუხი არ არის წამოდი მე არ ვიცი რა უნდა წალს მანანა წამოდი ერთი რა არ უნდა ნახე ვიცი მე არ ერთი მდინარე არ გამოდიოდა მეორე იქ არ გამოდიოდა რასად არ გამოდიოდა არ წვენია წამოდი ხალხო და ნავალს განახვევ მდინარისას რომ გამოდიოდა არსი რა არის ამ კამათისეს გამაგებინი ის არის რომ მუზეუმი არ უნდა დაიტბოროს ბატონო მუზეუმი არ უნდა შეიქმნას მე ვინ შექმნეს კატასტროფა არ ვიცი მე ვინ შექმნა უფალი ღმერთის გარდა გარედან შემომავალ წყალს ვერავინ ვერ განკარგავს რატო ვერ განკარგავს რას მოძანებ გარედან შემოვიდა წყალი გარედან 6 დღე გარედან დრო შემოდის ის წყალი უნდა გააჩერო წუხელი როგორ გააჩერეს ის წყალი წუხელის როგორ გააჩერეს ეს სხვა მოვარდნა იყო პირველ და ორ დღეში არ იყო ედენადობა ჩემო რას გაიხსო აქაურობა მე რასაც ვამბობ ხასოს ვაგებ ნუგზარ მიქაძე შემომიცნე მე კარგი მე რომ გისმენთ არ ლაპარაკობ მე ვარ საქმე და საქმე დრამატიზირება არ მიყვარს რას დრამატიზირება უფალი ღმერთის გარდა ვერავინ ვერ გარკარგა და როდის შემოვა წყალი გარედან და როდის შემოვარდება აი თუ შიდა კომუნიკაციების ბრალი იყო ეს შეგეძლო არა როგორ მუზეუმში არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ რომ გარეთ კომუნიკაციის შიდა კომუნიკაცია არავით არის შიდა კომუნიკაცია მე მივაწოდე შიდა კომუნიკაცია ვინც მიაწოდა ესე წავიდა საუბარი რომ შიდა კომუნიკაცია შიგნით გვაქვს ჩვენ დატბორვა ფაქტია და არაფერი და მინდოდა მდინარე ეს არის არასწორი ინფორმაცია არასწორი შიდა ისინი ვაიმე ენას დამებად მუზეუმი დაიტბორა დაიტბორა გარედან ენა იმიტომ გებიმათ რომ მართალი არ ახავთ თქვენ ის გარედან რო შემოდის რითი შესაბამისად სამსახურება გადაკეტა და დილიდან თავი გუშიდან დაიწყეს 6 არაფერი მანა დარვა იზულეს რას ქვია ჩვენ შაბათიდან მერის ცხელი ხაზი რომლის გადამოწმება без პრობლემ შეიძლება განიეჩინა მერე თაცმიდა კწანის სამსახურის შესაბამისი აბა მოატრიალეთ მიდიოდენ მოდი ერთმანეთს საბრალებ დარიკო ბატონო ზარ მანა მერიიდან წუხელი 7 საათზე საგანგებო დავალება არ მიიღეს რომ მიხედავთ ეხლავეო მოვიდნენ კეთილი ინებს და მაშინ გადაკეტეს რას ლაპარაკობთ ბატონო მე ყველაფერი გითხარ აბა სანამდე შეგვიძლია შესვლა მოგზავნით და ნახავთ სანამდე შეგვიძლია არა სანამდე შეგვიძლია თორე მე რა თუ საიდუმლოა ნუ შემიშვებ მე რას მე საიდუმლო არ არის აზრიადებენ ესენი ბატონო სიმართლის დანახვა არ უნდა რა საიდუმლოა რა საიდუმლო თქვენი ჩაწერა მინდა სადაც ეფექტურია აბატონო გეკითხებთ არ გააფუჭებს აქ მოდიოდა მდინარე აი ეს არ გავიდა სხვაგან აკრუტელები აი სადმე რამეს ნახავთ ისეც აი ბატონო ხალისად გამოდიოდა გუშინ აი ეს წყალი გადაკეტეს აი ამით ეხლა აუვიეთ ის სტომრები ალბათ ამის გაზიდვა ბარიკადები ვიტიყო რომ წყალი არ გადმოსული აქ სულ წყალი ლელუკა ჩვენ ეხლა სურათებთან და იმასთან ვერ ავალდა აი აქ არის ფონდები აი შოთახები ვერ შეყარო და ეხლა რა აი გორდის ხო თავისი ეს ქვიშები და ეს წყალი დაუშვერიქა თორემ აქ მოვიდა და შევიდა ხო ვინ ჩავწეროთ ამაზე აი ფონდის კურატორი ვინც არის ბატონო და რომ ჩაწერო აი მოვუყევით ხელოვნების მუზეუმის ახალი კორპუსის ქვედა ნაწილი წყლის ცისტერნად იყო გადაქცეული ამჟამად ჩვენ ვხედავთ იქ უფრო დაბალი დონის წყალს იმიტომ რომ ის გადაკეტილი მილი სუსტად არის გახსნილი და წყალი ნაკლებად შემოედინება გუშინ მთლიანად აქედან წამოსული წყალი დიდი მდინარე მოედინებოდა მთელ სამდერეპანში გადიოდა მეორე მხარეს ერთი ტოტი მიდიოდა იქით მეორე მოდიოდა აქეთ ეს და ასე გამოდიოდა მთელ სეზონში ამიტომ აგერეს ქვიშის ზოლი გააკეთა ჩვენმა მეხანძრემ და კიდევ ბურგალმა აქვე
დააწყო მხოლოდ ერთ ხედავთ ქვიშის ტომრები, რომ გადაეკეტათ ეს წყალი, რადგან წყალმა უკვე შეჟონვა დაიწყო არქეოლოგიის ფონდებში, სადაც დაცულია საირხის, მოდინახეს და სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული როგორც კერამიკის, ასევე ლითონის უნიკალური ნივთები და მთელი ეს ზერეფანი იყო ძალიან თავიდან ბოლომდე ტენით გაჟღენთილი თავისთავად ცხადია მდიდარი მიდიოდა და ეს ტენი ცხადია რომ აღწევს ფონდებში დღეს თუ ამ წუთში ჩვენ დამსკტარი და ობმოდებული ექსპონატები არ აქვს დღეს გავა რამოდენიმე თვე და ჩვენ ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ ეს თავისთავად იმოქმედებს თქვენ წეღან რომ შემოვძანდით ეზოში ნახეთ რომ ყრიდნენ ნახერხს რომელიც არის ტენიანი ადრე ეგ ნახერხი იყო სრულიად სუფთა მშრალი და ამ დარბორვამ რომელიც 6 დღის მანძილზე მიმდინარეობდა ხელოვნების მუზეუმში გაჟონა უკვე იმ ძველი შენობის სარდაფებშიც და ნახერხი დატენიანდა ნახერხი თუ დატენიანდა დანარჩენი ექსპონატები არა იღებს იმ ტენს ბუნებრივია და ასეთ მაღალ ტენიანობაში საერთაშორისო სამუზეუმო კანონმდებლობით ყველა ექსპონატს ემუქრება მომავალში დაზიანება ელენე კავლელაშვილი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის კურატორი აი აქ სულ წყალი იდგა ხო და მაგას ვამბობ მანდაცა შესული მაგრამ თუ მაჯდამაც ის კარები გინდათ აი აქ აი ეს კარები კარები ერთია იმ ფონდებს აი ეს კარებია ხო და მეორე კარები არა აქვს არა ნუ სადღაც აქამდე მოდის ალბათ ხო აი ეს მიღვა ხო მაინტერესებს წყალი არის შესული იქაც არ გვაღებინებენ და აი ამ დონეზე იყო სიმაღლეზე წყალი დინარე ვერ ვაჩვენებ კარგად აქ წყალი როგორ მოდის არ მინდა თავზე ვადგევარ ეს სამი დღე არ გამაგიშო რა მნიშვნელობა აქვს მე აქ რომ მოვიდი გუშინ თქვენ არ ყოფილხართ და საერთოდ არავინ არ იყო და ნიაღვარი მოდიოდა და ყვილებს ნულაპარაკოთ რანაირად არასწორი საჩამ ხართ კადრებში შაბათი და თავზე ვადგევარ ყველაფერს გუშინ სად იყავით რომ მოვედი მაშინ სად იყავით ბატონ ნუგზარ არ იყავით და ტყულს რატო ამბობთ მაშინ სად ხართ კადრებში მე 24 საათის დვიჟენიებში ვარ და საქმეს ვაკეთებ რა თანამდებობა გიკარგიათ მე ვარ სრულიად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ტექნიკური სამსახურის უფროსი 2017 წლის 27 აგვისტოს იმედის ეთერში გასული სიუჟეტი ვნახოთ ახლა მე-7 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ატენის სიონის გვერდით მონასტრის საცხოვრებელი განთავსდება. მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გაცემული აქვს. თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე წლებია ხელოვნებად მცოდნეთა კრიტიკის მიზეზია. სპეციალისტები კანონმდებლობით დაწესებული რეგლამენტის დარღვევასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. ატენის სიონთან სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მკვლევარები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხე შეუქმნას. წლებია პროცესს საზოგადოება ეწინააღმდეგება. ტაძართან სამშენებლო სამუშაოების დაწყება პირველად 2009 წელს სცადეს. თუმცა პროექტის დამუშავების მიზნით პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა. ისტორიკოსი თამარ ჩხეიძე სამუშაოების განახლების გამო დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს. მისი თქმით, ძეგლთან ახლოს ნებისმიერი სახის მშენებლობა დაუშვებელია. სასამართლოსთვის მიმართვა იმდო გადავწყვიტეთ, რომ ალბათ ეს ყველაზე ეფექტური გზა იქნება, რომ შედეგი მივიღოთ. ნორმები არ არის დაცული, ძალიან ახლოს მიდის ეს მშენებლობა და აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ინტერესი უნდა იყოს ბუნებრივია ძეგლის შენარჩუნება. გორისა და ატენის ეპარქიაში აცხადებენ, რომ შიში უსაფუძვოა. პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა მიმდინარეობს, მონასტრის განვითარების კონცეფციაში ჯდება და ის ყველა უწყებასთან შეთანხმებულია. ატენის სიონის იღუმენი კოზმა ამბობს, რომ ამჟამად არსებული მონასტრის საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა საკუთარი ხელით ააშენა. მისი თქმით, ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ოთახი და გარეთ მოწყობილი სატრაპეზოა. პროექტი კი, რომლის მიხედვითაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, სამონასტრო საცხოვრებელი იქნება. რაც უფრო ახლოს იქნება ადამიანი ტაძართან, მით უფრო უკეთესად მოული, მით უფრო უკეთესად გააკეთებ იმას, რაც საჭირო არის, იმიტომ რომ ყოველ წუთში ხედავ რა ჭირდება. სატრაპეზო გვექნება აქ, რამდენიმე კელია იქნება მონასტრის ცხოვრებლებისთვის, აუცილებელი საჭიროებისთვისაც არის იმაზეა საუბარი.
პარალელურად მიმდინარეობს ტაძრის რესტავრაცია. საფრანგეთიდან და გერმანიიდან მოწვეული მკვლევარები კულტურული ძეგლის მდგრადობასა და არქიტექტურასთან ერთად მოხატულობას და ფრესკების მდგომარეობას იკვლევენ. სამონასტრო საცხოვრისის მშენებლობა აქ პროცესების პარალელურად მიმდინარეობს. ატენის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მე-7 საუკუნით თარიღდება, როგორც ეპარქიაში აცხადებენ, აქ დაახლოებით მე-9 საუკუნისთვის უკვე არსებობდა სამონასტრო საცხოვრებელი, ხოლო აღნიშნული ნაგებობა ძველი სამონასტრო კომპლექსის ანალოგი იქნება. როგორი იქნება ტაძრის არქიტექტურული იერსახე თუ მშენებლობა გაგრძელდა აფიქრებს სოფლის მოსახლეობას. ეს ხო ძველი ის არის და ახალი იმას რომ მიაშენემ რაცხას, იმ ლამაზ ეზოს, ძველაბურ ეზოს. რავი, ჩვენ არ მოგწონს ჩვენა და მაგა არ ვიცი, ახლა ჩვენ ვერ შევედავებით. იღუმენი კოსმა ამტკიცებს, რომ ერთსართულიანი შენობა ტაძრის ვიზუალურ მხარეს არ შეცვლის. ის კლდის მიღმა აშენდება ტაძრის მსგავსი ქვით, მოპირკეთდება და ზევიდან ბუნებრივი ბალახით დაიფარება. კეთდება ერთსართულიანი დაბალი ბანური გადახურვით, რომელზეც განთავსდება ცოცხალი ბალახი იქნება. ფაქტიურად შეიძლება აი თუ არ ამოხვედი, შენობას ვერ დაინახავ. პროექტს აკრიტიკებენ ხელოვნებათმცოდნეები. ატენის სიონის მუდმივ მოქმედი ექსპედიციის ხელმძღვანელი ელისო კაველაშვილი ფიქრობს, რომ მონასტრის ასეთ მცირე მანძილზე კელიების, სატრაპეზოს და საეპისკოპოსოს სახლის მშენებლობა კულტურული ძეგლისთვის პირვანდელი სახის და შესაბამისად სტატუსის შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის. კლდეებია 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩაჭრილი 2009 წლებში, რა ძალიან დიდი დანაშაულია ძეგლის მიმართ. ის კლდეზე დგას და იქ რაიმე მძიმე ტექნიკის შეყვანა ჩვეულებრივი ჩაქუჩის დარტყმა არ შეიძლება. მეორე მხარე, ირღვევა მისი მხატვრული მხარე. მესამე, მისი ისტორიული ლანდშაფტი, რაც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უშლის ხელს. იმ ლანდშაფტში ჩასმა ახალი ძეგლის დაუშვებელია. იმ არეალში, საიდანაც ძეგლი ჩანს, თუნდაც მისი გუმბათი, მაგრამ იქ ჩასმა არ შეიძლება. პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა განახლდა 2008 წლიდან მუშავდება. მშენებლობის ნებართვა წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დამუშავების შემდეგ პროექტი კანონის ყველა ჩარჩოში ჯდება და შეთანხმებულია საპატრიარქოსთანაც. ძალიან ბევრი პროფესიონალი და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები იყვნენ ჩართული აი ამ პროცესში, როდესაც პროექტი მუშავდებოდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ისეთი სახის პროექტი, რომელიც ლანდშაფტში ჩაწერილი არის, რომელიც არ არღვევს ძეგლის ვიზუალურ აღქმას, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის, თვითონ ატენის სიონს პირიქით გაუმჯობესებს მის გარემოს. ატენის სიონი მე-7 საუკუნით თარიღდება. ის ისევე როგორც მცხეთის ჯვარი უნიკალური და საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ჯვარ-გუმბათოვანი ძეგლია. მის განსაკუთრებულობას ტაძრის შიდა და გარე კედლებზე არსებული წარწერები და ბარელიეფებიც ქმნის. ტაძარი კულტურულ ძეგლთა სიაშია და მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ხელოვნებათმცოდნეების მტკიცებით, თუ მშენებლობა არ შეჩერდა, მე-7 საუკუნის კულტურული ძეგლის იერსახეს საფრთხე დაემუქრება. მშენებლობა, რომელიც 2017 წელს წამოიწყეს და რომლის კადრები თქვენ ნახეთ და არაერთხელ უნახავს ობიექტივის მაყურებელს, ეს შეიძლება დაეწყოთ მსგავსი მშენებლობა 2009 წელს, რომ არა ქალბატონი ელენე მან გადაიღო, როგორ მუშაობდა იქ მძიმე ტექნიკა, მე მომცა ეს კადრები გავავრცელე და არა მარტო მე ვიბრძოდი გადასარჩენად ატენის სიონის სიახლოვეს, რომ არ მომხდარიყო ეს კანონდარღვევით სამუშაოები, თამარ ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე და რომ არა ჩვენი პატრიარქი და მისი გადაწყვეტილება მაშინ გააკეთებდნენ იმას, რაც აი ახლა გააკეთეს სამუშაოებზე ნებართვა და იმ კლდის ჩაჭრაზე ნებართვა თავის დროზე ნიკავა ჩეშუმა გაცა, როცა იყო სააგენტოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი. ახლა ვნახოთ მცირე ფრაგმენტი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქალბატონი ელენე კავლელაშვილის ვრცელი გამოსვლიდან. მე ამ ფონდში 1974 წლიდან დღემდე ვმუშაობ. ერთადერთი სამსახური მაქვს, მაგრამ არსად არ მიმუშავია. შესაბამისად ვიყავი ბატონ შალვან ერანაშვილის სტუდენტი, ვიყავი ბატონ გურამ აბრამიშვილის ჯერ სტუდენტი, შემდგომ მისი თანამშრომელი წლების მანძილზე. ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიებთ საგანძურის დღემდე მოდანაში. ჩემს აღზრდაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ შალვან ერანაშვილის დამოკიდებულებას სიძველეებისადმი. ამიტომ მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
2018 წლის 6 თებერვლის აი ამ ვრცელი გამოსვლიდან კიდევ ერთი ძალიან პატარა ფრაგმენტი ვნახოთ. ხელოვნების მუზეუმმა თუ არ მიიღო დამოუკიდებლობა, თავისი 2004 წლის 30 დეკემბრამდე არსებული მდგომარეობით ჩათვალოს ქართულმა ერმა, რომ უახლოეს ხანებში მას არ ექნება უნიკალური კოლექციები. მას გაინაწილებს ერი და ბერი. ერთ სფეროშიც არსებობენ ამის მომხრენი და მეორე სფეროშიც ძალიან გლომად არიან. ჯერჯერობით შეთანხმებულად მოქმედებენ, მე ალბათ ერთმანეთს კარგად დაუპირისპირდებიან. ვიდეო კადრები, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, საგანძურში გადავიღე 2019 წლის 27 თებერვალს. ახლა ვდგავართ საგანძურში, გვერდით არის ანჩის ხატი და აი ფანჯარა გააღეთ სპეციალურად, რომ გვაჩვენოთ რა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში და თუ შეიძლება გითხარით. საგანძურიდან აი ამ უმოკლეს მანძილზე მიმდინარეობდა სავენტილაციო დანადგარებისთვის ლითონის და პლასმასის მილების შედუღების პროცესი ძალიან ხანგრძლივი დროის მანძილზე, რამაც მთელ სეზონში მთელი ეზო კვამლით ამოავსო, საშინელი ანაორთქლებს შეიცავდა და სავენტილაციო ხვრელების ახრების მეშვეობით მთელი ეს სიკეთე წინწკლებში შემოვიდა ექსპოზიციაში. რომც არ ემუშავა კონდიციონერი ჩვენ კი გამოვთეთ, მაგრამ ასეთი ანაორთქლები ფანჯრების მეშვეობით კი არა, კედლების მეშვეობითაც აღწევს ასეთ დაწესებულებებში. სამუზეუმო წესით მსგავსი სამუშაოების ჩატარება მუზეუმის ეზოში ყოველად დაუშვებელი და მიუღებელია. სოფლიოში ამას არავინ არ აკეთებს. თქვენ თუ მიაქცევთ ყურადღებას, ეზოში გაყრილია ფანჯრებთან სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშნები, რაც იმას ნიშნავს, რომ მუზეუმი ზრუნავს ფონდების დაცვაზე, რათა სიგარეტის ბოლმა და ყავმა არ დატოვოს ცუდი ზეგავლენა. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ სიგარეტის ყამლზე არ იყო ლაპარაკი, აქ იყო უმძლავრეს შედუღებაზე, რომელიც დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ხალხოვნელი შეიძლებოდა მაგალითად სხვაგან ამის გაკეთება. ეს დანადგარები ეს ემსახურება ჩვენს გვერდით აშენებულ სასტუმრო რიქსოს, რომელზედაც ასევე დარღვეულია სამუზეუმო წესები და მუზეუმის შენობაზე სასტუმრო შენობაა პირდაპირ მოდგმული, რაც დაუშვებელია და ეს ემსახურება როგორც ამიხსნეს, იმისათვის რომ შემდგომ ამ ძლავრმა დანადგარებმა სავენტილაციო არხების მეშვეობით გაწმინდოს ამ სასტუმროს შიგნით არსებული მთელი სივრცე და მიეწოდოს სუფთა ჰაერი. თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ ჰაერს ააკედან, ეს რომ ჰაერს და ეს ბინძური ჰაერი აქ უნდა შემოვიდეს. ეს რომ გაიწოს კიდევ შეიწოს ხომ გამოიწოს კიდევაც. ეგ უნდა კითხოთ მატრას. არა, მე ფოტოები გადავუღე და გამოვითხოვ ინფორმაციას. ამის ვენტილატორები, ელექტრიალებს უკვე. კი, ჩვენ ეზოდანაც გადავიღე. უკვე სუსტად უკვე ჩართეს. და თვითონ ეს შემოსულია ეს ბოლი, ეს სუნი, როგორ აისახება აქ სიწმინდებზე, ექსპონატებზე, მრავალსაუკუნოვან ჯვარხატებს. მოგეხსენებათ, რომ მე ხელოვნება ვარ და არა ვარ ქიმიკოსი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კითხვა მისცეთ მსგავსი პროფესიის ადამიანებს და გეტყვიან თუ რა კატასტროფული ზეგავლენა აქვს ამ უკვე ვკითხე და კიდევ ვკითხავ. იმიტომ ეს მავნე აირები ყველა არის დამანგრეველი ამისთანაც იწევს. რას იწევს? აი ფიზიკურად. ეს პროცესებს იწევს ისე. აქ ხომ მიდის 1000 საუკუნეების მანძილზე არსებული რღვევის პროცესები, ბუნებრივადაც მიდის, ხო? და როდესაც ჩვენ ესეთ მავნე გარემოს შევქმნით, ეს პროცესი ძალიან ჩქარდება. აი ეს ფანჯარა, საიდანაც გადავიღეთ ეს დანადგარები, ანჩის ხატი, გვერდით და აქეთ ხახული. აი ასე. და აქეთ მთელი საგანძური კიდე. ისე აი მთელი ეროვნული სიამაყე, თუ კი რამე გვაქვს დარჩენილი, ხო? აი ყველაფერს მიზან მიმართულად ანადგურებენ. ეს არ შეიძლება. სხვა სახელს ამას ვერ დაარქმევ. ნებსით ხდება თუ უნებლით უფრო საშინელ დღეში ვართ, რომ ეგეთი არაპროფესიონალები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა 2019 წლის 16 ივლისს ობიექტივის საინფორმაციო გამოშვების გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა კომენტარი ქალბატონი ელენესგან, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. იმ დღეს
პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის ძალიან ხმაურიანი აქცია იყო განათლებისა და კულტურის სამინისტროში. მოვითხოვდით, მეც ვიყავი იქ და ყველა ერთად მოვითხოვდით მინისტრთან შეხვედრას და შევხვდით და პარალელურად გადამღები ჯგუფი ქალბატონ ელენესთან მოვიდა და ვნახოთ ახლა მისი განცხადება. დარღვეულია ყველა კანონმდებლობა, მუზეუმი არ შეიძლება გადატანილი იქნეს სასტუმრო შენობაში, რომელიც არის თანამედროვე ჯერ ერთი სასტუმროა. სასტუმრო შენობაში ექსპონატები არ შეიძლება გადავიდეს. ეს საერთაშორისო კანონი გრძალავს. ეს სერიოზულ საფრთხეს შექმნის, ამაზე სპეციალისტების დასკვნა გვაქვს, როგორ არა ჯერ ერთი ვთქვათ, რომ გუდიაშვილის ქუჩაზე ეს სენსონის დასკვნაშიც დევს, რომ გოგირდოვანი ანაორთქლებია გრუნტისა და ანაორთქლებია. 8 მეტრის სიღრმეზე ის ანაორთქლი გაცილებით მეტია, რა თქმა უნდა. მერე იმის ამავე დროს ეს გიფსოკარდონის არის კედლები და ის სახანძრო სისტემები რითია წყლის მილებია გაყვანილი. ხანძრის და თანამედროვე საშუალებით არის სასტუმრო აშენებული. ხანძარსაშიშია. მეორე დღეს მინისტრთან შეხვედრის მეორე დღეს გადაწყდა, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობას და გვერდზე სასტუმროს შენობას ყველა ერთად დავათვალიერებდით. ის ადამიანები, ვინც აქციაში მონაწილეობდით და ტელეკამერები, სამინისტროს წარმომადგენლები, მოკლედ დიდი ამბავი იყო. ვიდეო კადრები, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, გადაიღო პირველმა არხმა და კიდევ ერთხელ მათ მადლობა, რომ მომცეს ეს ვიდეო კადრები. ეს არის ქალბატონი ელენეს ბოლო განცხადება. აი ამ განცხადებიდან ზუსტად 4 თვეში იგი გარდაიცვალა. მეტალურგიის საქმეში საქართველოში მან დაარსა ეს ინსტიტუტი, ის კურირებდა მუზეუმებში სიძველეს და დაცვის საქმეს, ჯერ ლაბორატორია ჯანაშია სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში სწორედ მან დაარსა, თვითონაც თანამშრომლობდა და მისგან იღებდა ისეთი ცნობილი მეცნიერი, როგორც ბატონი აკადემიკოს შალვა ამირანაშვილი ბრძანდებოდა, ბატონი ფერდინანდისგან იღებდა კონსულტაციებს ექსპონატების დაცვის და მოვლა პატრონობის დაობაზე. როდესაც კულტურის სამინისტრომ 1999 წელს სპეციალურად მოიწვია მეტალურგიის ინსტიტუტი, რათა გაეცა მას ბრძანება სან-დიეგოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ჭედური ხელოვნების ძეგლების გატანისა, აი სწორედ მაშინ ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად ბატონი ფერდინანდი მობრძანდა თავის თანამშრომლებთან ერთად და მისი ერთი წარმომადგენელი სწორედ აქ ბრძანდება, მათმა კატეგორიულმა წინააღმდეგობამ, იმიტომ რომ ეს ბატონები გახლავთ სრულიად ესეთი კრისტალური ადამიანები, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა მოუარონ კულტურულ მემკვიდრეობას და მათი დასკვნების შემდგომ, ჯერ მაშინდელი დასკვნა გამოდგა იმაში, რომ 2 წლით სან-დიეგოში ვერ გადავიდა საგანძური და შემდგომ წლებშიც სწორედ ამათი დასკვნები სრულიად საფუძვლიანი ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ საგანძური არ დაგვდეცრათ ადგილიდან. ეს ახალი გამოგონებული არ არის, იგივე პოზიციის ბრძანდებოდნენ 50-იან წლებიდან მოყოლებული და ეს იყო განძის რეალური დაცვის საშუალება. როგორც კი ხელაღებით დაიწყეს მოქცევა განძის მიმართ, ჩვენ მივიღეთ ოქსიდირებული სიძველეები ჭედური ხელოვნებისა. გაშალდა ერთიანად. ასე რომ მისადმი ოდნავი არასწორი მოქცევა ძალიან უარყოფით შედეგებს იძლევა. სამწუხაროდ ეროვნულ მუზეუმში მოსული ახალი ეგრეთ წოდებული მმართველობა სრულიად ხელაღებით უდგება ყველაფერს, აბსოლუტურად არაფერს არ უწევს ანგარიშს, ტყუილებით ავსებს საზოგადოებას და ჩვენ სერიოზული კატასტროფის წინაშე ვდგევართ. ერთს დავამატებ კიდევ, უნდა იცოდეთ, რომ საერთაშორისო და სხვათა შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კანონშიც ეწერა, ეხლა არ ვიცი დარჩა კიდევ თუ არა ამოიღეს, იმიტომ რომ ესენი კანონებს თავიანთ ჭკუით ცვლიან აბსოლუტურად, სრულიად ნათლად წერია. მუზეუმი უნდა იყოს ქვის მყარი ნაგებობა და არა თანამედროვე საშუალებებით აგებული. მუზეუმს უნდა ჰქონდეს თავისი ფართობი, ის არც ერთ შენობას არ უნდა ეკვიროდეს. არ შეიძლება მისი კარებები სხვა შენობაში გადიოდეს. არ შეიძლება მუზეუმის სარდაფი გამოყენებული იყოს ექსპონატების შესანახად. არ შეიძლება სხვენი გამოყენებული იყოს ექსპონატების შესანახად. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც აქ ელემენტარული წესიც კი არ არის დაცული. ელენე გავლელაშვილი.
კადრები, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, გადავიღე 2019 წლის 21 ნოემბერს, სანამ ქალბატონ ელენეს სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში. მოусმინოთ ქალბატონი ელენეს სტუდენტებს, რას ამბობენ მასზე, როგორც პედაგოგზე, როგორც ლექტორზე. 2009 წელს დავამთავრე თბილისის სასულიერო სასწავლებლის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი და მქონდა ბედნიერება მყოლოდა ისეთი ლექტორი, როგორიც ქალბატონი ელენე იყო. მას ჰქონდა საზღვრო ინფორმაცია იმ დიდი სიმდიდრის, რაც არის ჩვენი ქვეყნის საგანძური და მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს თავზე ვიტყვი პიროვნულად, შემეგრძნო რას ნიშნავს აი ეს ერთი ქალბატონი, როგორიც ცავდა ქვეყნის ამ საგანძურს და მეც ყოფილვარ მომსწრე მისი ამ დაუღალავი ბრძოლის, როგორიც შემართებით იყო და დღემდე, როდესაც ყოველთვის ინტერესდებოდი რა მდგომარეობა იყო საგანძურის გარშემო, რა იყო ის დიდი მონაპოვარი, რასაც ის ესე უფრთხილდებოდა, მან შეძლო, რომ აი ესეთი სიყვარულით გვაწვდიდა, გვიყვებოდა, ფონდს შევყავდით, გვანახებდა ამ ყველაფერს და ყველაზე მთავარი გადმოგვდო, რომ ჩვენ ვიყოთ მონაწილე, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ საგანძურს და რამდენად დიდია ის ჩვენი მომავლისთვის და ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია და ვისურვებდი ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი ყოლოდა ჩვენს ქვეყანას, რომ გვებრძნო თავი ბევრად დაცულოთ. ძალიან დიდი მადლობა მას. მე ვარ ანა დაშნიანი. ქალბატონი ელენეს მოსწავლე. ერთი წელიწადი მასწავლიდა. ოქრომჭედლობას მასწავლიდა ნახევარი წელი და ნახევარი წელი მუზეუმმცოდნეობას. უაღრესად კარგი, პატიოსანი და ღირსეული ადამიანი იყო. საგანძურის მცველი და ესეთი ადამიანი მე მგონი აღარ ეყოლება. აი ესეთი გულაღწკინებული საქართველოს. აი უაღრესად როგორ ვთქვა, კეთილშობილი იყო, უყვარდით ყველანი. და დიდი სითბო მოდიოდა. იმის მიხედვით რომ დაუძლურებული იყო ბოლო პერიოდი, მაინც ძალას იკრებდა, მოდიოდა და გვასწავლიდა თუ როგორ უნდა გავფრთხილებოდით ამ სიწმინდეებს, რომ ჩვენ მომავალი ვართ და ჩვენს ხელშია ეს საგანძური, მუზეუმი და რომ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ასე ვთქვათ, ეს სიძველეები. მადლობა და მოკლედ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ მეც, ჩემი კურსელებიც და ყველა ვიცი ცნობ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გული შესტკივა, რომ ესეთი ადამიანი აღარ ყავს საქართველოს. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იყო თავდადებული ამ საგანძურისთვის, ყველა ასე ვთქვათ კუთხე კუნჭული მოიარა მან, რომ ჩვენამდე ჩამოეტანა ეს სიძველე და იცავდა კბილებით, მინდა ესე ვთქვა, მართლა კბილებით იცავდა და ძალიან დიდ რისკის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი მას. ასე იყო ქალბატონი ელენე ჩემთვის და მე მგონი ყველასთვის. შარშან 2018 წლებში გვასწავლიდა, თვითონ მუზეუმში გვასწავლიდა ხოლმე ლექციებს, გვიტარებდა ლექციებს მუზეუმთმცოდნეობას და სიმართლეობით რომ აი ასეთ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე ასეთი ამბავი მოხდებოდა. აი იმდენად შემართებული იყო, ისეთი გულანთებით გვიდგებოდა და იმდენად აი თვითონ იმდენად შრომით შემართებული იყო, რომ ასე უცებ ასე თუ გახდებოდა, რთული წარმოსადგენი იყო. და სხვათა შორის აი სწორედ ჩარშან დამამუშავებინა სამეცნიერო ნაშრომი ერთად გავაკეთეთ და აი რა უკვირდები რა მხოლოდ იყო რომ აი ამას მოვესწარით და თვითონ მუზეუმის საქმეში იმხელა წვლილი აქვს შეტანილი სამწუხაროა რომ ასეთ ქართველებს ყარგავთ ნელ-ნელა აი მათნაირ ადამიანებზე დგას რა ვიცი საქართველო დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ბოლოს გეტყვით რომ დღეს 10-ის ნახევარზე ობიექტივის ეთერში გავა ბატონი სპარტაკ ფარჯიანის ფილმი მომზადებული ქალბატონ ელენე კავლელაშვილის მოღვაწეობაზე ამისთვის მადლობა ილია ჩაჩიბაიას რომ დრო გამონახა და
ფილმი გავა ეთერში. მე დაგემშვიდობებით მომდევნო გადაცემამდე კარგად ბრძანდებოდეთ.